პირველ რიგში მადლობა ყველას ძალიან თბილი და პოზიტიური კომენტარებისთვის. ვიდეო, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემს გვერდზე, ეხებოდა G-გენეტიკური კოდის გავრცელებას მთელ მსოფლიოში და 15 საუკეთესო ქვეყანა პროცენტული მაჩვენებლით. ანუ სადაც G-გენეტიკური კოდი არის ყველაზე მეტი რაოდენობით პროცენტებში. ბევრმა დასვა კითხვა, რა რუსეთში ქართველები არ ცხოვრობენო? მეგობრებო, რუსეთის ფედერაციის მოსახლეობა არის დაახლოებით 130-140 მილიონი. იქ კი ცხოვრობს დაახლოებით 200,000-მდე ქართველი. ამას ემატება დაახლოებით 300-400,000 ადამიანი, რომელიც ატარებს G-გენეტიკურ კოდს. ესენი არიან ოსები, ჩერქეზები, ყაბარდოელები და ასე შემდეგ. და ჯამში ვიღებთ ჩვენ მაქსიმუმ 9 მილიონ ადამიანს რუსეთის ფედერაციაში, რომელიც ატარებს G-გენეტიკურ კოდს. რუსეთის ფედერაციის მოსახლეობა არის 130-140 მილიონი. აბა დაიანგარიშეთ რამდენი პროცენტია. ხო, რამდენი პროცენტია? აქ იგულისხმება მამაკაცები, ანუ Y-DNA, დაახლოებით 70 მილიონია, ხო? მამაკაცი რუსეთის ფედერაციაში. და 70 მილიონის კარგი მაქსიმუმ თქვით 1 მილიონი G-გენეტიკური კოდის. რამდენი გამოდის? 1.4%. და მე ვსაუბრობდი 13, 8, 9, 7, 6%-ზე. დაახლოებით 1%-ია რუსეთში G-გენეტიკური კოდი. და იქ ირანში მაგალითად თუ სწორად მახსოვს 13%-ია. ძალიან მარტივია. ნუ ვართ მითების ტყვეობაში. ქართველი თუ გადაფრინდა რუსეთში და იქ შვილი ყავს, უმეტესობა მათგანს ყავს გოგონა. კი ქართველებს ან უჩნდებათ გოგონა ხშირ შემთხვევაში ან საერთოდ არ უჩნდებათ შვილი. ეს არის ჩვენი პრობლემა. გენეტიკური ამბავია ეგ. ამიტომ რუსეთში თუ წავიდა 100,000 ქართველი, იმ 100,000-ის შვილი უმეტესობა არა მამაკაცურ ხაზს Y-DNA-ს ატარებს, არამედ მეტა-DNA-ს, დედის ხაზს. და დედის ხაზი ხშირ შემთხვევაში არის სლავური. რატომ? იმიტომ რომ მეუღლეები არიან სლავები. დედა აძლევს გოგონას გენეტიკურ კოდს, მამა აძლევს ვაჟს. ძალიან მარტივია. რაც შეეხება ინდოეთ, პაკისტანს და ასე შემდეგ, კი იქ ძალიან მცირე რაოდენობითაა G-გენეტიკური კოდი. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ინდოეთის მოსახლეობის რიცხოვნობას, 1% შეიძლება საქართველოს მოსახლეობაზე მეტი აღმოჩნდეს. და კი, ინდოეთში უფრო მეტი G-გენეტიკური კოდის მატარებელი ადამიანი დაიარება, ვიდრე საქართველოში. რაც შეეხება იმ ხალხს, ვინც სამწუხაროდ ვერ იაზრებს ამ ყველაფერს. ხალხო, ძალიან მარტივია. ეს ნიჭი მოდის უფლისგან. და ამ ნიჭს თქვენ დაგახმართ, მაგრამ მე თქვენი მსახური არა ვარ, თქვენი მეგობარი ვარ. ამიტომ გამომიყენეთ როგორც მეგობარი და არა როგორც მსახური. სადაც არის სიმართლე და სიკეთე, იქ არის უფალი და სადაც არის უფალი, იქ არის გამარჯვება. მოვა მალე დრო, როცა საქართველოს ტერიტორია აივსება ხალხით და ლამის 1 კვადრატულ მეტრზე 3 ადამიანიც კი იცხოვრებს. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილგზაზე გატაროთ მუდამ. გამოიწერე გვერდი და დაელოდე უფრო მეტ საინტერესო ვიდეოს.